სადაც დუბაიში არის კომპანია, რომელსაც ორი თანამშრომელი ჰყავს. Zubai. არც 100 ინჟინერისგან შემდგარი გუნდი, არც კვლევითი განყოფილება, არც 10-ოდე სპეციალისტი ნაკადურ მექანიკაში, თერმოდინამიკაში და წარმოების პროცესებში. ორი ადამიანი და ერთი პროგრამა, რომელიც იმაზე, რასაც ინჟინრები 10 წლეულების განმავლობაში შეუძლებლად მიიჩნევდნენ, რამდენიმე კვირაში ახორციელებს. 2025 წლის დეკემბერში ამ კომპანიამ ორი სარაკეტო ძრავა ააგო. არა მხოლოდ დააპროექტა, არამედ ააგო, გამოსცადა და აანთო კიდეც, მათ შორის იყო აეროსპაიკის ძრავაც. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე მოთხოვნადი ძრავის არქიტექტურა კოსმოსური ფრენების ისტორიაში. ძრავები, რომელთა წარმოებაც იმდენად რთულია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე გუნდმა შეძლო მათი ამუშავება. მით უმეტეს ოპერაციულად გამოეყენებინათ. სპეციფიკაციიდან პირველ ანთებამდე 3 კვირაზე ნაკლებ დროში. კომპანია ქვია LIB 71 და რასაც ისინი აკეთებენ, ჩუმად და მშვიდად ცვლის ინჟინერიის საფუძვლებს. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკები. სანამ ტექნოლოგიაში ჩაუხმაოდებით, უნდა გავიგოთ ორი ადამიანი, რომლებიც ამ ისტორიის უკან დგანან. იოსეფინე ლისნერი არის ავიაციისა და კოსმოსის ინჟინერი. მან შტუტგარტის უნივერსიტეტში ისწავლა, შემდეგ კი Mercedes AMG Petronas-ის Formula 1-ის გონვლერტის გუნდში, ლუის ჰამილტონის მსოფლიო ჩემპიონი მანქანის აეროდინამიკის შექმნაში მონაწილეობდა. შემდეგ მუშაობდა Porsche-ს მოტორსპორტის ახალ დაარსებულ Formula E გუნდში. ის ასევე ულტრამარათონელი მორბენალია. 2018 წელს მან ჰადრიანსვალის ულტრამარათონი მოიგო, რომელიც 110 კილომეტრია. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მის აზროვნებაზე ბევრს ამბობს. ლისნერი ის ადამიანია, რომელიც პრობლემებს თანმიმდევრული ეტაპობრივი შრომით აგვარებს. ეს მის შეურიგებელ ამბიციურობასა და განძლეობას აჩვენებს. გარდა ამისა, ეს უბრალოდ ასე არ ხდება, რომ მოტორსპორტის მწვერვალზე სრულიად შემთხვევით მუშაობდე. მეორე პიროვნებაა ლინ კაისერი. ის არის მეწარმე და ბავშვობიდანვე ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას. სანამ ლინ კაისერი თანად დააფუძნებდა LIB 71-ს, ის ხელმძღვანელობდა Hypergenics, კომპანიას, რომელიც ასევე ალგორითმულ დიზაინით იყო დაკავებული. იქ მან შექმნა ტექნოლოგიური საფუძველი, რომელზეც დღეს LIB 71 აშენებს თავს საქმიანობას. ისინი ერთმანეთს Hypergenics-ში შეხვდნენ. 2023 წელს მათ ერთად დაარსეს LIB 71 დუბაიში. და შემდეგ მათ გააკეთეს რაღაც ისეთი, რაც ინჟინერიის ისტორიაში აქამდე არ მომხდარა. იმის გასაგებად, რას აკეთებს LIB 71, ჯერ უნდა გავიგოთ, რა იყო ინჟინერია აქამდე. ინჟინერი, რომელიც რაკეტის ძრავს აპროექტებს, თვეებს თუ არა წლებს ატარებს ამაზე. ის იწყებს საბაზისო ფიზიკით, თერმოდინამიკა, ნაკადების მექანიკა, წვის თეორია. ის ქმნის კონცეფციებს, ითვლის პარამეტრებს, არჩევს მასალებს. ყოველი მრუდი, თითოეული არხი, თითოეული ხვრელი ხელით იხატება CAD პროგრამაში. ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს, რადგან ყველაფერი ხელით უნდა გაკეთდეს. შემდეგ მოდის სიმულაციები, უკავშირის ციკლები, კორექტირებები. შემდეგ იწყება წარმოება, შემდეგ ტესტირება და ანალიზი. ანალიზის მონაცემების საფუძველზე ხდება იტერაცია. ეს ნიშნავს, რომ დიზაინი გადამუშავდება და მთელი ციკლი თავიდან იწყება. ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ტესტირების მონაცემები დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ან მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. თანამედროვე რაკეტის ძრავა არის კოლექტიური ადამიანური გამოცდილების მრავალწლიანი შედეგი. როგორც წესი, მასში ასობით ინჟინრის 10 წლეულების განმავლობაში დაგროვილი ცოდნაა თავმოყრილი. და სწორედ ეს არის პრობლემა, ამბობს კაიზერი. მისი არგუმენტით, ინჟინერია წარმოუდგენლად ნელია, რადგან ის არასდროს გამხდარა სულად კომპიუტერიზებული. კომპიუტერები ინჟინერიაში გამოიყენებოდა როგორც ნახაზის ინსტრუმენტი, როგორც სიმულაციის ინსტრუმენტი. მაგრამ ნამდვილი აზროვნების პროცესი, დიზაინის ნამდვილი ლოგიკა ყოველთვის ადამიანთან რჩებოდა. LIB 71-ს ამის შეცვლა სურს. ისინი თავიანთ მიდგომას არც ხელოვნურ ინტელექტს და არც გენერაციას არ უწოდებენ, სისტემას, თუმცა ეს ძალიან გავს მას. ისინი თავიანთ მიდგომას გამოთვლით ინჟინერიად, ანუ კომპიუტერით მხარდაჭერილ ინჟინერიად მოიხსენიებენ. ცოტა მარკეტინგით საჭიროა. ეს სრულიად ნორმალურია. LIB 71-ის მთავარი ნაწილი არის პროგრამა სახელად ნეირონი. ნეირული უჯრედის ნეირონის სიტყვას გავს, უბრალოდ სხვანაირად იწერება. ნეირონი CAD პროგრამა არ არის.
არც ხელოვნური ინტელექტის ასისტენტია და არც ალგორითმი კლასიკური გაგებით. ნეირონი არის და ეს არის ზუსტი აღწერა, დიდი გამოთვლითი საინჟინრო მოდელი. სისტემა, რომელმაც ინჟინერიის მთელი ლოგიკა კოდში თარგმნა. ანუ ფიზიკა, წარმოების წესები, მასალის თვისებები და პრაქტიკული გამოცდილება რეალური ტესტებიდან. ეს ყველაფერი კოდირებულია დეტერმინისტულ ფიზიკის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემაში. ადამიანი აძლევს ნეირონს სპეციფიკაციას. მაგალითად, მე მჭირდება ძრავა 20 კილონიუტონის ბიძგით, რომელიც მუშაობს თხევადი მეთანის და თხევადი ჟანგბადით. შესაფერისი ორბიტალური გამოყენებისთვის. ნეირონი დიზაინის წარმოებისთვის მზა გეომეტრიის სახით ქმნის. პირდაპირ მზადაა ადიტიური წარმოებისთვის. ანუ 3D ბეჭდვისთვისაც აქ მხოლოდ უხეშ ესკიზებს ან იდეებს კი არ იღებ, არამედ ნამდვილად მზა დიზაინებს. ეს არის განსხვავება ყველაფრისგან, რაც აქამდე არსებობდა. ნეირონი არ ქმნის სურათებს ან ტექსტებს, ის ქმნის ფიზიკურ ობიექტებს, რომლებიც რეალურ სამყაროში უნდა მუშაობდნენ. და ფიზიკა შეცდომებს არ პატიობს. ლისნერი ასე აღწერს. როცა ინჟინერი თავის ცოდნასა და მეთოდებს აკრებულად თარგმნის კომპიუტერულ კოდში, ის მნიშვნელოვნად უფრო სწრაფი ხდება. ეს არ ცვლის ინჟინერს, არამედ მრავალჯერად ზრდის პროდუქტიულობას. ესაა ლიბ 71-ის ფილოსოფიური ბირთვი. ინჟინერია კოდირებულია სისტემაში, რომელიც მას კომპიუტერების სისწრაფით ასრულებს. ეხლა შედეგებზე გადავდივართ, რადგან თეორია ერთი რამეა. ცეცხლი კი სულ სხვა. დიდი განცხადებები ყოველდღე კეთდება. კითხვა ისაა, შეძლებენ თუ არა მათ განხორციელებას. 2024 წლის ივნისში, ანუ დაარსებიდან 1 წელზე ნაკლებ დროში, ლიბ 71-მა პირველად გამოსცადა ნეირონის მიერ გენერირებული ძრავა. 5 კილონიუტონის ბიძგით. სრულიად პროგრამული უზრუნველყოფის მიერ დაპროექტებული. სრულიად დაბეჭდილია სპილენძში ადიტიური წარმოების გზით. არანაირი ხელით ჩარევა გეომეტრიაში. და აი ნახეთ, პირველივე ცდაზე იმუშავა. ძრავის წარმოებაში ეს თითქმის წარმოუდგენელი შემთხვევაა. ძრავები იშვიათად მუშაობს პირველივე ტესტზე. ეს ნორმალურია, რომ ტესტავ, აანალიზებ, ასწორებ, თავიდან აშენებ და ისევ ტესტავ. ეს ციკლი ჩვეულებრივ დღეების განმავლობაში გრძელდება. ლიბ 71-მა უბრალოდ გამოტოვა იგი. შედარება შეიძლება ახლა არ იყოს ზუსტი, მაგრამ ეს დაახლოებით ისეა, როგორც რომ პირველ პაემანზე შეხვდით და 3 კვირის შემდეგ ხელში გეჭიროთ ბავშვი. ამის შემდეგ კიდევ სხვა ტესტები ჩატარდა. ძრავების სხვადასხვა ბიძგის კლასით, 1.5-დან 7.5 კილონიუტონამდე. სხვადასხვა მასალებით და სხვადასხვა კონფიგურაციებით. ყოველთვის ერთი და იგივე სქემა იყო. სპეციფიკაცია შექონდათ, დიზაინი გამოდიოდა, ბეჭდავდნენ, ტესტავდნენ და ყოველთვის მუშაობდა. ეს მართლაც შთამბეჭდავია, რადგან ცალკეული იღბლიანი შემთხვევებიც ნამდვილად არსებობს. მაგრამ განმეორებადი შედეგების მიღწევა სრულიად სხვა საკითხია. და შემდეგ 2024 წლის დეკემბერში მოხდა რაღაც, რამაც კოსმოსური ინდუსტრიის საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. აეროსპაიკ ძრავა. იმის გასაგებად, თუ რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი, საჭიროა მოკლედ ავხსნათ რა არის საერთოდ აეროსპაიკი და რატო ითვლება იგი 10 წლეულების განმავლობაში ისტორიაში ყველაზე რთულ და დაუმორჩილებელ ძრავის არქიტექტურად. ტრადიციულ სარაკეტო ძრავებს ზარის ფორმა აქვთ. ეს ზარი შექმნილია იმისთვის, რომ ოპტიმალურად იმუშაოს კონკრეტულ ატმოსფერულ წნევაზე. ან ზღვის დონეზე, ან ვაკუუმში. პრობლემა. ძრავა, რომელიც ზღვის დონეზე ოპტიმალურად მუშაობს, ვაკუუმში არაეფექტურია და პირიქით. აეროსპაიკი ამ პრობლემას რადიკალურად განსხვავებული დიზაინით აგვარებს. ზარის ნაცვლად მას ცენტრალური სპაიკი აქვს. წვეტიანი ღერო, რომლის გარშემოც წვის კამერის რგოლია განლაგებული. გამონაბოლქვი აივები გარეთ მიედინება და ავტომატურად ერგება გარემოს წნევას. ეს აეროსპაიკს ზღვის დონიდან ვაკუუმამდე უფრო ეფექტურს ხდის, ვიდრე ნებისმიერი ზარისებური საქშენი. ეს ხომ იდეალურად ჟღერს. მაშ რატომ არ აშენებს ყველა ასეთ აეროსპაიკ ძრავას? იმიტომ რომ მათი წარმოება უკიდურესად რთულია. შიდა გეომეტრია იმდენად რთულია, რომ ტრადიციული წარმოების მეთოდებით მათი დამზადება თითქმის შეუძლებელია. სპაიკის გაგრილება თერმოდინამიკური კოშმარია. და გამონაბოლქვის ნაკადის ქცევის კონტროლი ამ ინვერსიულ, ანუ გადაბრუნებულ არქიტექტურაში მოითხოვს ფიზიკის ისეთ ცოდნას, რომელიც თვით ყველაზე გამოცდილ ინჟინრებშიც კი შესაძლებლობის ზღვარზეა.
30 წლის განმავლობაში, როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ რამდენიმე გუნდმა მთელ მსოფლიოში შეძლო აეროსპაიკის ძრავის წარმატებით გამოცდა. ლიპ 71-მა ეს რამდენიმე კვირაში მოახერხა. სულად დაბეჭდილი სპილენძის ძრავა 5 კილონიუტონის ბიძგით პირველივე ტესტზე იმუშავა და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მოკლე პაუზა, რადგან ეს მომენტი ამას ნამდვილად იმსახურებს. თუ ის რაც ახლა მოისმინე, თუნდაც ოდნავ ისე ხიბლავს როგორც მე, დააწექი ახლა ჰაიპის ნიშანს. არა თავაზიანობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ალგორითმს სწორედ ეს სჭირდება, რომ ეს ვიდეო მიაწოდოს იმ ადამიანებს, ვისაც ასეთი ისტორიების შესახებ ჯერ არ სმენიათ. გამოწერა არაფერს გიჯდება და ყოველთვის ინფორმირებული იქნები, როცა ლიპ 71 თავის შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. ჩვენი არხის წევრები სხვათა შორის ასეთ ვიდეოებს რამდენიმე დღით ან კვირით ადრე ხედავენ. ბული ამისთვის ქვემოთაა მოცემული. და ეხლა გავაგრძელოთ, რადგან ყველაფერი კიდევ უფრო აბსურდული ხდება. 2025 წლის დეკემბერში მათ სტანდარტი კიდევ უფრო დრამატულად აამაღლეს. ამჯერად არა ერთი ძრავა, არამედ ორი, ერთ სატესტო კამპანიაში. ორივე ძრავა 20 კილონიუტონის ბიძგს ქმნიდა. ეს დაახლოებით 2 ტონა ბიძგის ძალას შეესაბამება. ორივე მუშაობდა თხევადი მეთანისა და თხევადი ჟანგბადის, ედრეტომეგლი მეტალოქსის საწვავზე. იგივე საწვავი, რომელსაც SpaceX იყენებს Starship-ის Raptor ძრავში და Blue Origin თავის BE-4 ძრავში, რომელიც ნუგლენზეა დაყენებული. იგივე საწვავი, რომელიც რაკეტული ძრავების მომავალად ითვლება. სუფთა, ძლიერი და მარსზე წარმოებადი. ორ ძრავას შორის პირველი იყო ტრადიციული ზარის ფორმის საქშენი, მეორე იყო სრული აეროსპაიკი. ორი ფუნდამენტურად განსხვავებული ძრავის არქიტექტურა. ორივე ნეირონის მიერ გენერირებული. ორივე სამკვირაზე ნაკლებ დროში სპეციფიკაციიდან პირველ ალიამდე. ეს სულიად აბსურდულია. რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. შედარებისთვის, ტიპური კომერციული რაკეტის ძრავის განვითარების პროგრამა 3-დან 5 წლამდე გრძელდება, საუკეთესო შემთხვევაში ზოგჯერ მეტიც. SpaceX-ის Raptor-ის ძრავის განვითარება უკვე 10 წელზე მეტია მიმდინარეობს, მაგრამ ის რაც ლიპ 71-მა 2026 წლის მარტში შექმნა, ამასაც კი აღემატება. ჩინურ მწარმოებელ HBD-თან, რომელიც დიდი ზომის მეტალის ბეჭდვის სისტემებს აწარმოებს, თანამშრომლობით ლიპ 71-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი 3 განზომილებიანი ბეჭდვით დამზადებული აეროსპაიკი შექმნა. ძრავს ეწოდება XRE-2E5. სახელის შერჩევა ჯერ კიდევ დასახვეწია, მაგრამ ეს აქ მთავარი სათქმელი არ არის. ძრავი 1 მეტრის სიმაღლისაა, ქმნის 200 კილონიუტონ ძალას, რაც დაახლოებით 20 ტონაა და ასევე მუშაობს მეტალოქსზე. ის მთლიანად დაბეჭდილია ინკონელ 718-ით, რომელიც მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადი ნიკელის შენადენია და წარმოადგენს სტანდარტს 3 განზომილებიანი ბეჭდვით დამზადებული რაკეტის ძრავებისთვის. ბეჭდვას 289 საათი დასჭირდა, ანუ ცოტა მეტი ვიდრე 12 დღე. უწყვეტად 10 ლაზერული სისტემით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტალის ბეჭდვის სისტემაა მსოფლიოში. ვთხოვთ ერთი წამით დაფიქრდით, რაზე ვსაუბრობთ აქ. თუ ასეთ რაღაცებს რამდენიმე წლის წინ იტყოდით, პირდაპირ ფსიქიატრიულში წაგიყვანდნენ. შედეგი არის მონოლითური ობიექტი. ერთი მთლიანობა, რომელიც შეიცავს ყველაფერს, რაც ადრე ასობით ცალკე დამუშავებული, შედუღებული, დამჭედებული, ხრახნიანი, დალუქული და აწყობილი ნაწილი იყო. არც სალუქები, არც ხრახნები, არც შეერთების წერტილები, სადაც წნევამ ან ტემპერატურამ შეიძლება სისტემა საფრთხეში ჩააგდოს, აქ ფილოსოფია, საუკეთესო ნაწილია ის, რომელიც საერთოდ არ არსებობს მაქსიმუმამდე აყვანილი. ანუ ნაწილები, რომლებიც არ არსებობს, ვერც გაფუჭდება. ლისნერი აეროშპიკებს კოსმოსური ძრავების წმინდა გრაალს უწოდებს და ამავე დროს ხსნის, რატომ არის მათი წარმოება ასეთი რთული. რთული გეომეტრია ისტორიულად ძალიან ართულებდა მათ დიზაინსა და წარმოებას. და გამოთვლითი ინჟინერიისა და მასშტაბური დანამატური წარმოების კომბინაცია შესაძლებელს ხდის, რომ ეს გრაალი რეალურად დამზადდეს. ჩვენ უკვე მოგლეთ შევეხეთ ამ საკითხს, მაგრამ ეხლა ტექნოლოგიაში უფრო ღრმად უნდა ჩაუღრმავდეთ, რადგან არსებობს ერთი კითხვა, რომელიც ამ ყველაფრის ფონზე აუცილებლად ჩნდება. რა არის ნეირონ სინამდვილეში და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რა არ არის ის? ეს მნიშვნელოვანია, რადგან ხელოვნური ინტელექტის ტერმინი საზოგადოებრივ დისკუსიაში იმდენად ხშირად გამოიყენება, რომ თითქმის მნიშვნელობა დაუკარგავს. ChatGPT არის ხელოვნური ინტელექტი, სურათების გენერატორები არის ხელოვნური ინტელექტი. რეკომენდაციის ალგორითმები არის ხელოვნური ინტელექტი და ეხლა უკვე რაკეტის ძრავებიც. პასუხი. ნეირონი არის ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ სულიად სხვა ტიპის.
გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სისტემები, როგორიცაა დიდი ენის მოდელები, მუშაობენ ალბათობით, ანუ ალბათობის პრინციპით. მათ არ აქვთ ნამდვილი წარმოდგენა სამყაროზე, მათ ისწავლეს ნიმუშები უზარმაზარი მონაცემების მასივიდან და შეუძლიათ ეს ნიმუშები დამაჯერებლად გაამეორონ. ეს ძლიერია, მაგრამ ასევე შეცდომებისკენ მიდრეკილი. ენის მოდელს შეუძლია დიდი დარწმუნებით არასწორი პასუხების გაცემა, რადგან მას სიმართლე არ იცის. მას მხოლოდ ის იცის, რაც სავარაუდოდ ჟღერს. ეს მუშაობს ტექსტისთვის და ახლა უკვე საკმაოდ კარგადაც სურათებისთვის. და უკვე ვიდეოებისთვისაც. მაგრამ ხომ არა რაკეტის ძრავებისთვის. ან იქნებ კი რაკეტის ძრავა, რომელიც 1500 გრადუს ცელსიუსზე და 300 ბარ კამერის წნევაზე ინგრევა, შეიძლება ფატალური შედეგები გამოიწვიოს. ფიზიკა არ იძლევა ალბათურ დაახლოებებს. ამიტომ ნეირონი დეტერმინისტულია. ის არ ეფუძნება სასწავლო მონაცემებიდან მიღებულ სტატისტიკურ ნიმუშებს. ის ეფუძნება კოდირებულ ფიზიკას, თერმოდინამიკას, ნაკადთა მექანიკას, მასალათმცოდნეობას და წარმოების პირობებს. ეს ყველაფერი ლისნერმა და კაიზერმა კოდში როგორც ექსპლიციტური გადამოწმებადი ლოგიკა თარგმნეს. ეს ნიშნავს, რომ ნეირონი პროგნოზებს არ აკეთებს. ის გამოთვლის. გამოთვლები გასაგებია, შემოწმებადი და გამეორებადია. ზუსტად ის, რაც გჭირდება, როცა ცეცხლთან და მაღალი წნევის აირებთან მუშაობ. არსებობს კიდევ ერთი ტექნოლოგიური საკრდნიანი, რომლის გარეშეც LIB61 ვერ იმუშავებდა. დანამატური წარმოება. ლითონის სამგანზომილებიანი ბეჭდვა. ტრადიციული წარმოება სუბტრაქტიულია. იწყებენ მეტალის ბლოკით და ჭრიან, ტოკავენ და ბურღავენ, მანამ სანამ სასურველი ფორმა არ დარჩება. ეს შესანიშნავად მუშაობს მარტივი და საშუალო სირთულის გეომეტრიებისთვის. მაგრამ გარკვეული სირთულის შემდეგ ეს არაპრაქტიკულია. შიდა არხები, რომლებიც დეტალში გველივით იკლაკნება, გაგრილების სტრუქტურები, რომლებიც ძარღვებივით გადის მასალაში, გეომეტრიები, რომლებსაც შიგნიდან უნდა მიუწვდებოდეთ. ეს ყველაფერი სუბტრაქტიული წარმოებით ან შეუძლებელია, ან წარმოუდგენლად ძვირია. ადიტიური წარმოება ამ პრინციპს თავდაყირა აყენებს. იწყებ არაფრით და ფენას ფენაზე ამატებ. დეტალის სირთულე დამატებით არაფერს გიჯდება. მარტივი ბურთის დაბეჭდვა ისეთივე შრომატევადია, როგორც ძალიან რთული ინტეგრირებული გაგრების გაგრილების სისტემის. ფაილი პროგრამაში ჩატვირთეთ, ფენებად დაყავით და დაიწყეთ. რა თქმა უნდა, ძალიან გამარტივებულად რომ ვთქვათ, ნეირონისთვის ეს გადამწყვეტია. რადგან ნეირონი არ არის შეზღუდული ტრადიციული წარმოების მონაცემებისა და ტექნიკების ლოგიკით, მას შეუძლია ისეთი გეომეტრიების გენერირება, რომელსაც ადამიანი ხელით არასდროს დახატავდა. არა იმიტომ, რომ ეს არავის შეეძლო, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ფორმების წარმოება ადრე უბრალოდ შეუძლებელი იყო. შედეგია ძრავები, რომლებიც ცოცხალ სტრუქტურებს გვანან. გაგრილების არხები, რომლებიც ორგანულად უხვევენ მასალაში. ინჟექტორის თავები, რომლებიც სიმკვრივითა და სირთულით მარჯმის რიფებს მოგვაგონებენ. სტრუქტურები, რომლებიც ისეა ოპტიმიზებული, რომ მინიმალური მასალით მაქსიმალური შედეგი მიიღონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლამაზად გამოიყურება, აქ საქმე ესთეტიკაში კი არა, ფიზიკაშია. სხვათა შორის სამგანზომილებიან ბეჭდვაზე რომ საუბრობთ. აქ სტუდიაში ეხლა დგას SpaceX-ის Raptor-ის ძრავა და Saturn ხის ლეგენდარული F1 ძრავა. მართალია, არა ინკონელით, არამედ PL8. მაგრამ მაინც შთამბეჭდავია, რომ ვიღაცა ჩემსავით ამას უბრალოდ სახში შეუძლია დაამზადოს. დაბეჭდილია ფუსას Core 1-ით, ჩვენი სპონსორის პრინტერით, რომელზეც ასევე ვაწარმოებთ ჩვენს ლიცენზირებულ Starship-ისა და SLS-ის მოდელებს. თუ თქვენს გსურთ 3D ბეჭდვის დაწყება, QR კოდი ახლა ეკრანზეა, ბული ქვემოთ აღწერაშია. ეხლა კი დაუბრუნდეთ იმ ნივთებს, რომლებიც ინკონელითაა დამზადებული. მოდით გადავიდეთ მასშტაბირებაზე. რადგან აქამდე ჩვენ საუბრობდით ძრავებზე, რომელთა ბიძგიც 20 კილონიუტონამდეა. ეს შთამბეჭდავია, მაგრამ ეს ძრავები განკუთვნილია უფრო მცირე თანამგზავრებისთვის, კიკსტეიჯებისთვის და ზედასაფეხურებისთვის. აბა, რა ხდება ნამდვილი რაკეტის ძრავებთან? 2025 წლის ნოემბერში LIB67-მა გერმანულ მეტალის ბეჭდვის პიონერ Nikon Slam Solutions-თან ერთად XRB2E 6 კლასის ძრავის ინჟექტორის თავი დაამზადა 600 დიამეტრი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რთული ოდესმე დამზადებული სამგანზომილებიანი ბეჭდვით დამზადებული კოსმოსური კომპონენტი. XRB6 მეტალოქსის ძრავია 2000 კილონიუტონის ბიძგით, ანუ 2 მეგანიუტონი, ანუ დაახლოებით 200 ტონა. შედარებისთვის SpaceX-ის Raptor 3 ძრავი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სერიული ძრავია, დაახლოებით 300 ტონა ბიძგს ქმნის, ხოლო Blue Origin-ის BE4 280 ტონას.
LEAP 67 ამით იგივე სიმძლავრის კლასშია. და კიდევ უფრო რადიკალურად, ძრავი შექმნილია როგორც სრული ნაკადის საფეხუროვანი წვის ძრავი, FFSC. ანუ სრული ნაკადის საფეხუროვანი წვა. ეს იგივე ციკლია, რომელსაც რაპტორის ძრავი იყენებს. ყველაზე ეფექტური, კომპლექსური და რთული ციკლი ქიმიური რაკეტების ძრავებისთვის. 10 წლეულების განმავლობაში ის ინდუსტრიის უმეტესობისთვის ძალიან რთულად მიიჩნეოდა. განსაკუთრებული და ამავე დროს რთული ის არის, რომ FFSC-ში ორივე ძრავის კომპონენტი სრულად გადის საკუთარ წინასწარ წვის კამერაში, სანამ ისინი მთავარ წვის კამერაში შევლენ. თითოეული კომპონენტი ამ პროცესში საკუთარ ტურბოპომპას ამოძრავებს. ეს მაქსიმალურად ზრდის ეფექტურობას, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ერთი მხრიდან მიედინება ცხელი ჟანგბადით მდიდარი აირი, ხოლო მეორე მხრიდან ცხელი საწვავით მდიდარი აირი. ორივე უზარმაზარი წნევისა და უკიდურესად მაღალი ტემპერატურის პირობებში. სისტემამ ეს ერთდროულად არასტაბილურ მდგომარეობაში უნდა მართოს და ამასთან ყველა ნაკადის და წვის სიჩქარე ბალანსში შეინარჩუნოს. ზუსტად ამან გახადა ეს 10 წლეულების განმავლობაში თითქმის შეუძლებელი. არ ინერვიულო ეს მხოლოდ იმიტომ ჟღერს ასე რთულად, რომ მართლაც ასეა. SpaceX წლები დასჭირდა, რომ ეს ციკლი აეთვისებინა. LEAP 61 სრულად ავტონომიურად ქმნის იჟექტორის თავს, ამისთვის ადამიანის ჩარევის გარეშე გეომეტრიაში. რას ნიშნავს ეს სტრატეგიულად? კლასიკური ბარიერი რაკეტის განვითარებაში არასდროს ყოფილა ფიზიკა. ეს განტოლებები 10 წლეულებია ვიცით. ბარიერი იყო დრო და ექსპერტიზა. გამოცდილი ძრავის ინჟინერი იშვიათია. გარდა ამისა, მას სჭირდება წლების სწავლა, წლები გამოცდილება და მიუხედავად ამისა, მისი შესაძლებლობები მაინც შეზღუდულია. ჩვენ ადამიანებს დღეში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის პროდუქტიული საათები გვაქვს. ნეირონმა ეს შეზღუდვა მოხსნა. როცა ლისნერი ძრავის კონცეფციის ლოგიკას ნეირონში კოდირებს, ეს სისტემა ათასობით ვარიანტს იმავე დროში ქმნის, რა დროშიც ადამიან ინჟინერს ერთი ესკიზის დახატვა შეეძლო. ყოველი ვარიანტი ფიზიკის თვალსაზრისით გამართულია და პირდაპირ წარმოებისთვის მზად. ეს ცვლის თამაშის წესებს ყველასთვის, ვისაც კოსმოსური ძრავების ხელმისაწვდომობა სურს. არა მხოლოდ დიდ სახელმწიფოებს უზარმაზარი სამხედრო ბიუჯეტებით, არამედ მცირე კომპანიებს, განვითარებად ქვეყნებსა და იმ მოთამაშეებს, რომლებიც აქამდე საკუთარი ძრავის განვითარებას ვერ ახერხებდნენ. და სწორედ ამას აჩვენებს LEAP 71-ის პარტნიორობის სტრატეგია. 2025 წლის ივნისში LEAP 71-მა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა ASPI Space-თან, ლუქსემბურგულ კოსმოსურ კომპანიასთან, რომელმაც ამჟამად თავისი ყველა ძირითადი ოპერაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიტანა. ASPI გეგმავს სრულად მრავალჯერად გამოყენებად გამშვები რაკეტის სისტემის შექმნას, რომელსაც შეუძლია 15 ტონამდე ტვირთის დაბალ დედამიწის ორბიტაზე გატანა. მთელი ძრავის სისტემა LEAP 71-ისგან მოდის, ნეირონის მეგობრული მხარდაჭერით. 2026 წლის მარტში ექსპლორაციის კომპანიამ, ევროპულმა კოსმოსურმა კომპანიამ, რომელსაც 400-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და ცნობილია ნიქსის მომარაგების კაფსულითა და ტაიფუმის ძრავით, 5 წლიანი ლიცენზიის ხელშეკრულება გააფორმა ნეირონ ARP-ზე. ექსპლორაციის კომპანია ამ პროგრამულ უზრუნველყოფას საკუთარ ძრავების განვითარებაში ინტეგრირებს. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია. ისინი არ არიან სტარტაპი რომელიმე გარაჟში. ეს სერიოზული ევროპული კოსმოსური კომპანია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ESA-სთან და კერძო klienteებთან და ისინი ენდობიან LEAP 71-ს, რომ მას თავიანთი ძირითადი ტექნოლოგიის ნაწილი ანდონ. გარდა ამისა, LEAP 71-მა წაადგინა კონცეფცია ჰიპერსონიკული წინასწარი გაგრილების სისტემისთვის, Parsun Technologies-თან თანამშრომლობით. 1.5 მეტრის სიმაღლისა და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს. ჰაერი ჰიპერსონიკულ სიჩქარეებზე იმდენად გააციორს, რომ ჰაერზე მომუშავე ძრავა შეძლოს მუშაობა. ეს არის საკვანძო კომპონენტი ერთსაფეხურიანი კოსმოსური აპარატებისთვის, რომლებიც თვითმფრინავებით აფრინდებიან და პირდაპირ ორბიტაზე გადიან. ერთსაფეხურიანი ორბიტაზე გასვლა, SSTO. ეს 10 წლეულებია კოსმოსური ფრენების ოცნებაა. 10 წლეულების განმავლობაში ტექნიკურად მიუწვდომელი იყო. წინასწარი გამაგრილებელი ჯერ მხოლოდ კონცეფცია, მაგრამ ეს კონცეფცია უკვე არსებობს. დაბეჭდილი, გაზომვადი, ხელშესახები და მათი სისწრაფით ეს კვირების საკითხია, სანამ ჩვენ ტექნიკას და პირველ ტესტებს ვიხილავთ. ამ ეტაპზე მინდა ცოტა შევისვენო, რადგან LEAP 71 პატარა კომპანია, რომელიც განსაკუთრებულს ქმნის. მაგრამ მნიშვნელოვანია ვიყოთ გულწრფელები იმასთან დაკავშირებით, სად ვიმყოფებით ამ პროცესში. ძრავები ტესტირებულია, მაგრამ ყველა მათგანი ორბიტული გამოყენებისთვის სერტიფიცირებული არ არის. ძრავის კოსმოსში გამოყენებისთვის ვალიდაცია განსაკუთრებით ეკიპაჟიანი მისიებისთვის ხანგრძლივი და მკაცრი პროცესია.
ასობით ტესტი, საკვალიფიკაციო გაშვება და უსაფრთხოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. და ესეც სწორია. ლიბ 71. ჯერ კიდევ საბაზისო ვალიდაციის ეტაპზეა. ისინი ამტკიცებენ, რომ მათი მეთოდიკა მუშაობს. ნეირონი ქმნის ძრავებს, რომლებიც პირველივე ცდაზე მუშაობენ. ეს აღსანიშნავია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის კვალიფიცირებული ამძრავი სისტემა ორბიტალური მისიისთვის. აქედან იქამდე გზა ჯერ კიდევ გრძელია. და ის აჩვენებს, გაუძლებს თუ არა მეთოდოლოგია სრული საკვალიფიკაციო პროგრამის წნეხს. მაგრამ საწყისი წერტილი იმდენად ძლიერია, რომ კითხვა აღარ არის თუ, არამედ როდის. მაშ ასე, შემდეგი 20 კილონიუტონი, რომელიც ლიბ 71-მა 2025 წლის დეკემბერში გამოსცადა, მათი თქმით შეადგენს დაახლოებით 10%-ს იმ ბიძგის კლასისა, რომლის გამოცდაც 2026 წელს სურთ. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ლიბ 71 გეგმავს 200 კილონიუტონის კლასის ძრავის სასწელგაშვებას. 20 ტონა ბიძგი და წარმოების ვალიდაცია, რაც მეგანიუტონის ძრავის საფუძველია, უკვე მიმდინარეობს. სოფლიოს ყველაზე დიდი მეტალის ბეჭდვის სისტემები. თუ ლიბ 71 ამ გრაფიკებს დაიცავს, კომპანია 2026 წლის ბოლომდე დაადასტურებს ძრავებს იმ სიმძლავრის კლასში, რომელიც რეალურ ორბიტალურ მისიებს შესაძლებელს გახდის. 2 ადამიანი 3 წელი 0-დან მეგანიუტონის დიაპაზონის რაკეტის ძრავებამდე. ამას ინჟინერიის ისტორიაში ანალოგია არ აქვს. მაგრამ ლიბ 71-ის ნამდვილი მნიშვნელობა ძრავებში არ არის. ძრავები დემონსტრაცია. ნამდვილი ინოვაცია არის ის ცოდნა, რაც ამ ყველაფრის უკან დგას. ინჟინერია აქამდე ხაზოვანი პროცესი იყო. იდეა, გამოთვლა, დიზაინი, წარმოება, ტესტირება, იტერაცია. თითოეული ნაბიჯი თვეებს მოითხოვდა, თითოეული შეცდომა დროსა და ფულს ღირდა და ეს ზღუდავდა იმას, რაც შესაძლებელი იყო. არა ფიზიკა, არა მასალა, არა ფული, არამედ დრო. ნეირონი ამ დროს რადიკალურად ამცირებს რამდენიმე რიგითობით. და როცა ეს მეთოდიკა გადაიტანება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა სითბოს მიმოცვლის აპარატები, ელექტრომობილობის ამძრავი სისტემები, ბიომედიცინის იმპლანტატები, სატელიტების ან არქიტექტურის კონსტრუქციული კომპონენტები, მაშინ ჩვენ საუბრობთ იმაზე, თუ როგორ ააშენებს კაცობრიობა 20 წლის შემდეგ ნივთებს. ლისტერმამ ეს ერთ-ერთ ინტერვიუში ასე ჩამოაყალიბა. ინჟინერია, რომელიც აქამდე ექსპერტების გონებაში ინახებოდა და მათ პენსიაზე გასვლასთან ერთად იკარგებოდა, ახლა შეიძლება კოდირებული იქნას სისტემებში, რომლებიც მას სამუდამოდ შეინახავენ და ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდიან. ეს არ არის ნაკლები ვიდრე ინჟინერიის დემოკრატიზაცია. 2 ადამიანი, 1 ოფისი დუბაიში. პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წამებში ქმნის იმას, რისთვისაც ადამიანებს თვეები სჭირდებათ და ძრავები, რომლებიც პირველივე ცდაზე მუშაობენ. ლიბ 71 არის ყველაზე უცნობი მნიშვნელოვანი კომპანია კოსმოსურ ინდუსტრიაში. ჯერ კიდევ. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო Mars Chronicle. მადლობთ ყურებისთვის. ფერასფერა, ადასტრა. ეს არის ძრავები. პოლიცია. ყველაზე მაღალი სიმძლავრე. ეხლა ძრავები მუშაობას იწყებენ. Per aspera, ad astra. დაიცადე, ვცადოთ სხვა გამოთქმით. Per aspera, ad astra. კიდევ ერთხელ. ეს უჩვეულოა.